მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და ტრადიციისამებრ მინდა შემოგთავაზოთ მომდევნო ერთი კვირის ტარო პროგნოზი. ვნახოთ აბა რა გელოდებათ, რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში. 30 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით. ვნახოთ აბა, დავარიგებ ახლავე ვარიანტებს, პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მოვწერეთ პირადში. ვნახოთ აბა რა გელით რა ელოდება პირველ ვარიანტს 30 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით და რა ელოდება მეორე ვარიანტს 30-დან 7 ივლისის ჩათვლით. მგონი კარგად ჩანს ხვები, არკანები უკაცრავად. პირველი ვარიანტი გვექნება ეს ქვა, მეორე ვარიანტი წითელი ქვა. აირჩიეთ რომელიც მეტად გეძახით. მეგობრებო, შეგახსენებთ რომ საჯარო გაშლები უფასო არის, ამიტომაც შეძლების დაგვარად აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო ენერგიების დაბალანსების მიზნით და ჩემი გვერდით მოიწონეთ, ვისაც ჯერ არ გაქვთ მოწონებული. და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. არკანი სამართლიანობა. პირველ რიგში ეს არის უფროსი არკანი და მეტყველებს იმის შესახებ, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ყოველი თქვენი ქმედება იქნება ნაყოფიერი, როგორც დადებითი ასევე ნეგატიური თვალსაზრისით და იცით აქ რას ვგულისხმობ. თუ თქვენ კონკრეტულ სფეროში ჩადებთ ენერგიას, იშრომებთ, მაგალითად, იმუშავებთ საკუთარ თავზე, ეცდებით რომ გაავარჯიშოთ, არ ვიცი, დაუშვოთ თვითდისციპლინა, ხო? ან რამე მსგავსი, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა შესაბამის ჯილდოსაც, ასე ვთქვათ, მიიღებთ სამყაროსგან, ხოლო თუ თქვენ ენერგიას მიმართავთ არასწორ რესურსებში, არასწორ ადამიანებში, რაღაცას დააშავებთ, დაუშვათ, ხო? მაქსიმალურად გასაგებად რომ ითქვას აბსოლუტურად ყველასთვის. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, თქვენკენაც წამოვა ეს ენერგია. და არკანის სამართლიანობა ასევე მეტყველებს იმის შესახებ, რომ ყველაფერი ამ ერთი კვირის განმავლობაში იქნება სამყაროისეული ძალების მეთვალყურეობის ქვეშ, ისინი დააკვირდებიან ყოველ თქვენს ქმედებებს, რამდენად სამართლიანი ხართ, რამდენად სწორი ხართ, პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ და შემდგომ უკვე სხვა ადამიანების მიმართ, ხო? აქ არ არის რაღაც ისეთი, რომ სამყაროს სჭირდება თქვენგან რაღაც მუდარა ვედრებები, რომ აი გეხვეწები, გემუდარები მაპატიე და ასე შემდეგ და ცუდად არ მოვიქცევი, მე მოვინანიებ ან რაღაც მსგავსი. არა. ამ ერთი კვირის განმავლობაში გირჩევდით მაქსიმალურად იყოთ კეთილსინდისიერი და უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავის მიმართ. კარგი, დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა გელოდებათ. პირველ რიგში მინდა დავაზუსტო მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ის რომ აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ცოდვის შიშით რაღაც არ გააკეთოთ, ვაი და ცოდვა არ დავუშვა ამ ერთი კვირის განმავლობაშიო, ხო? რა თქმა უნდა, არა, აქ არის საუბარი თქვენს კეთილსინდისიერობაზე. თუ თქვენ შინაგანად თვლით, რომ რაღაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ, მაგრამ ეს სოციუმში ცოდვად ითვლება, არა და არავის არაფერს არ უშავებთ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ რომ კონკრეტული რაღაც გააკეთოთ, არ არის საჭირო პარანოია ან რაღაც მსგავსი, იმიტომ რომ თითქოს ცოტა რაღაც ასეთი ილუზიებისკენ წავიდა ზოგის ცნობიერი. ასევე აქ ამოვიდა პენტაკლების პაჟი და პენტაკლების მეფე. მეგობრებო, ამ ერთი კვირის განმავლობაში იქნება აუცილებლად კარიერული ზრდა ან რაღაც მატერიალური ზრდა. ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობის გაუმჯობესება ან რაღაც მსგავსი, ნამდვილად. თუ თქვენ ჯანმრთელობის პრობლემები გქონდათ, ან დაუშვათ წონასთან დაკავშირებით, სხეულთან დაკავშირებით გსურდათ რაღაც ცვლილებები, მაგალითად წონაში ან მომატება ან დაკლება, ამ შემთხვევაში აუცილებლად იქნება რაღაც შედეგი. ცხადია, ყველასთან ინდივიდუალური დოზით რეზონირდება, მაგრამ თავარია შედეგი იქნება. რაც უკვე შესანიშნავია, ხო? და კარიერულ ზრდასაც ვხედავ ბევრი თქვენგანის რეალობაში. ვისაც გაქვთ თქვენი რაღაც ბიზნესი, ამ შემთხვევაში ვიტყოდი
იმას, რომ თქვენი ბიზნესი იქნება საკმაოდ ნაყოფიერი, საკმაოდ ძლიერი ამ ერთი კვირის განმავლობაში, ხო? კიდევ ერთი არკანი დავამატოთ და ვნახოთ რა გელოდებათ. არკანი ქურუმი ქარი. მეგობრებო, აუცილებლად მოусმინეთ შეძლების დაგვარა თქვენს ინტუიციას და ისწავლეთ თქვენი ინტუიციისა და თქვენი ფიქრების გარჩევა ერთმანეთისგან. მესმის რომ ბევრად უფრო მარტივი არის ეს თქვა, ვიდრე გააკეთო, მაგრამ როგორ უნდა გავარჩიოთ? ამას სჭირდება ბევრი პრაქტიკა, თუ საჭიროა ხანდახან მედიტაციებიც, ხო? ხშირად კი უბრალოდ საჭიროა დააკვირდეთ და თავარი არის სიჩუმე და სიწყნარე. თუ რაღაცის შეგეშინდათ რაღაცამ დაგძაბათ რაღაც თქვენმა ფიქრებმა, ნუ ფიქრობთ ეგრევე რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. ხვდებით ხომ? კარგით, სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა. ინტუიციას ენდეთ აუცილებლად და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. ვნახოთ აბა პენტაკლების 6-იანი. აქაც რაღაც გარკვეული კარიერული ასპექტები ჩანს. პირველ რიგში აქ ბევრისთვის რეზონირდება როგორც კარიერული ზრდა, წინსვლა ან ზოგადად ცვლილება, კარიერული რესურსების, ენერგიების უფრო სწორი განაწილება, მაგრამ ასევე მეგობრებო, პენტაკლების 6-იანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ მეორე ვარიანტი ამ კვირის განმავლობაში კარგად დაფიქრდით და დააკვირდით თქვენი ენერგია, თქვენი დრო და თქვენი ფინანსები, განსაკუთრებით დრო და ფინანსები, სად მიდის, ვისში ან რაში მიდის ყველაზე მეტად. კარგად დააკვირდით და კარგად გაანაწილეთ, სწორად გაანაწილეთ. დროის მენეჯმენტი და ფინანსები ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თქვენთვის. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა არის მეორე ვარიანტს 30 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით. თასების მეფე, პენტაკლების 10-იანი. როგორც ჩანს, ბევრი ოჯახთან გაემგზავრება, ან საყვარელ ადამიანთან ერთად წავა სადღაც. ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება გავიმეორებ და პირველ რიგში თუ თქვენ გაქვთ იმის სურვილი რომ დავუშვათ, აი როგორ მინდა ჩემს სახლში ჩავიდე, ან ჩემები მოვინახულო მშობლები, ან არ ვიცი, ბებია, ბაბუები, ან ვინმე. კარგი იქნება თუ ამას ნამდვილად გააკეთებთ, კარგი იქნება თუ მიაკითხავთ, იმიტომ რომ ძალიან დაგმოხტავთ ეს ენერგიით. ან ზოგადად რაღაც კონკრეტული ადგილი თუ გეძახით ბოლო პერიოდის განმავლობაში და თუ გენატრებათ, აუცილებლად ეცადეთ რომ წახვიდეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, იმიტომ რომ დამიჯერეთ როგორც ენერგიით, სიხარულით, პოზიტივით, ასევე ბარაქითაც კი დაგმოხტავთ ეს ყოველივე. და კარიერულ ზრდასაც ვხედავ აქ ბევრი თქვენგანის რეალობაში. კიდევ მინდა არკანები დავამატო. კონკრეტულ ადამიანს ვხედავ, რომელიც შეეცდება, რომ უბრალოდ დაარღვიოს თქვენი კომფორტი. ვიღაც ხმლების რაინდი ჩანს, რომელსაც თავი ძალიან ჭკვიანი ჰგონია, რომელიც საკმაოდ იშვიათად მოდის ხოლმე თქვენს რეალობაში და ძირითადად მოდის ხოლმე იმისთვის, რომ ბრჭყალებში დაამტკიცოს და დაგანახოთ ის, რომ აი შენი მიზნები სისულელეა, შენ არაფერი არ გამოგივა და ასე შემდეგ. რაღაც ასეთი ნეგატიური სიტყვებით მოდის და манипуляციებით და აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ რაღაც მომენტებში ან დააიგნოროთ, ან პირდაპირ ძიხლებით გააგდოთ ეს ადამიანი თქვენი რეალობიდან პირდაპირ გეუბნებით. იმიტომ რომ თქვენი მიზნებისკენ საკმაოდ სწორ გზაზე დგახართ. დიახ. მაგრამ თითქოს კონკრეტული ადამიანის ბოროტმა, სიტყვებმა შეიძლება ძალიან უკან დაგხიოთ, როგორც მენტალურ, ასევე ენერგეტიკულ დონეზე. ამიტომაც თავი დაიცავით პირადი სივრცე და თუ საჭირო არის, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დააიგნოროთ კიდევაც ადამიანი. ამაშიც ნამდვილად არაფერია ცუდი. მე კი ამაზე გემშვიდობებით, ყველას უღრმესი მადლობა. მე თქვენ გისურვებთ წარმატებებს და